Მოევროპულ საპროტესტო აქციებს დაკავებული რვაპირის საქმეზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო. პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა მოსამართლეს პროცედურის შესაბამისად საქმის განხილვა შეეწყვიტა და ბრალდებულები გაეთავისუფლებინა. Თუმცა 3 მარტს ესტონეთის მიერ სანქცირებულმა დავით მგელიაშვილმა პროკურორების მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე 24 მარტისთვის გადადო. ბრალდებულთა უფლებადამცველების თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ჩხრილკის ოქმები და საჯაროდ მოპოვებული ვიდეო მასალა, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევებით იყო მოპოვებული. ადვოკატებმა არგუმენტად ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც მოიყვანეს, როცა პროკურატურა საჯარო სივრციდან ამოღებული ვიდეო მასალები მტკიცებულების სახით დაუშვებლად მიიჩნია. ზვია ცეცხლაძის დაცვის მხარე ვითხოვდით, რომ დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი ორი მტკიცებულება, ორ პუნქტში მითითებული მტკიცებულება, ეს იყო როგორც ჩხრეკის ოქმი, ასევე ჩხრეკის ოქმის შედეგად ამოღებული მტკიცებულებები და შესაბამისად სასამართლომ იმის მიუხედავად, რომ არ არსებობდა არგუმენტირებული პოზიცია და არ არსებობდა კონკრეტული დასაბუთება, რატომ უნდა ყოფილიყო ეს მტკიცებულებები დასაშვებად ცნობილი, მიიღო გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა ის მტკიცებულება. ეს მუხლი ამბობს იმას, რომ აი ამ ძალადობის შედეგად სახეზე უნდა იყოს პირის ან ნივთის დაზიანება. ამას მე კი არ ვამბობ, ამას ამბობს სიცხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლი. და მე იმას ვიმეორებ უბრალოდ. შესაბამისად კითხვა ჩნდება საქმეში რაიმე მტკიცებულება დევს, რომელიც იტყვის, რომ აი ამ დაორგანიზებას შედეგად მოხვა რომელიმე კონკრეტული პირის უშუალოდ ვეფხია კასრაძის მიერ დაორგანიზებას რომელიმე კონკრეტული პირის ან რაიმე კონკრეტული ნივთის დაზიანება. ესეთი მტკიცებულება საქმეში არც კანონიერი და არც უკანონო გზით მოპოვებული უბრალოდ არ დევს. შესაბამისად შემადგენლობა არ გვაქვს არც ერთ შემთხვევაში სახეზე. მიტინგზე შეტანილი მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედების განხორციელება, რამაც მიიღო სისტემატიური ხასიათი. ზემოაღნიშნულ ძალადობრივ მოქმედებებს სხვა პირებთან ერთად აორგანიზებდა და ხელმძღვანელობდა ზვია ცეცხლაძე, რომელმაც 30 ნოემბერს საჯარო სივრცეში ჯგუფური ძალადობაში მონაწილე პირებს გააცნო მის მიერ შემოშალებული ძალადობრივი მოქმედებების გეგმა, ძალადობრივი მოქმედებების ახალი ადგილების, დროის, ტაქტიკისა და გამოსაყენებელი საშუალებების თაობაზე. მან განსაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებისათვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ბრალდებულთა ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან გაგრძელდა დარბაზს გარეთაც. არანაირი აცილება არ უშველის ნებისმიერი სხვა მოსამართლე იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. აღნიშნე, რომ ეს არის დამპალი რეჟიმი და დამპალი ძირმომპალი სასამართლოა. შესაბამისად, დღეს რაც მოხდა, ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც მოლოდინები ექმნებათ პროცესის მიმდინარეობის დროს, იმდენად რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში არის მოსამართლე, რომელიც რაღაცეებს რბილად პროცესუალურად რბილად ატარებს და წარმოდგენა ექმნებათ შემდგომ ოჯახის წევრებს, რომ შეიძლება 0.00 მე ასედით რაღაცა მოხდეს. 12 მარტის პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლე დავით მგელიაშვილის აცილება კიდევ ერთი არგუმენტით მოითხოვა, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა ვეფხია კასრაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ თავს პოლიტიკურ ტყვედ მიიჩნევს. ის აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა და აცხადებს, რომ სახელმწიფო მის 8 წელს ამ ფორმით აფასებს. მე სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, ბატონო მოსამართლე, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომელსაც 20 წელი ბრძოლაში აქვს გამოცდილება, როდესაც ესეთ ადამიანებს უკანონოდ ვასამართლებთ, მითხარით, გაუჩნდება რომელიმე ახალგაზრდას კიდევ იმის სურვილი, რომ თავის სამშობლო დაიცვას და თავის სამშობლოსთვის იბრძოლოს? არა მგონია. ბრალდებულთაგან 3-ს ზვია ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენ 5 პირს კი პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.